ალბათ ყველა ჩვენგანის თაროზე მოიძებნება ასტრიდ ლინდგრენის ერთი წიგნი მაინც. 14 ნოემბერს კი მისი დაბადებისდღე აღენიშნება. მან დაწერა უამრავი ჩვენთვის საყვარელი წიგნი და მათ შორის პეპი გრძელწინდა, სახურავის ბინადარი კარლსონი, ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი და ბევრი სხვა. და მაინც, ვინ იყო ასტრიდ ლინდგრენი? ის გახლდათ შვედი მწერალი, რომელიც 1907 წელს დაიბადა და მისი წიგნები ითარგმნა 100-ზე მეტ ენაზე. ავტორის პერსონაჟები გვასწავლიან სიმამაცეს, თავისუფლებას, მეგობრობას, მისმა ფანტაზიამ კი მსოფლიოს ბავშვები გააერთიანა. თუმცა ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ბავშვები, რადგან ზრდასრულებსაც ძალიან გვიყვარს მისი შემოქმედება. მოდი ვნახოთ, რამდენად კარგად იცნობ მწერლის შემოქმედებას და ვითამაშოთ ვიქტორინა. დაგისვამ შეკითხვებს, რამდენიმე წამი გექნებათ მოსაფიქრებლად, სწორ პასუხს კი შემდეგ გაიგებთ. პირველი შეკითხვა: რა ფერის თმა აქვს პეპის? ყავისფერი, შავი, წითური თუ ქერათმა? და ამაზე ალბათ წამიც არ დაგჭირდა მოსაფიქრებლად, რა თქმა უნდა, პეპის წითური თმა აქვს და მისი გარეგნობა გამორჩეული და განსაკუთრებულია. სად ცხოვრობს პეპი? რომელ ქალაქში? პეპი ცხოვრობს ვილა-ვილეკულაში, ფერად და მხიარულ სახლში, სადაც დაუვიწყარ დროს ატარებს თავის მეგობრებთან ერთად. თუ ამ შეკითხვებს სწორად უპასუხე, ალბათ ისიც გემახსოვრება, რომელია პეპის საყვარელი ცხოველი. და რა თქმა უნდა, ეს არის პატარა მაიმუნი, მისტერ ნილსონი, რომელიც მისი საოცარი მეგობარია და განუყრალები არიან, შეიძლება ითქვას. ვინ არიან პეპის მეგობრები? ამ შემთხვევაში მისი თანატოლები იგულისხმება. ეს გახლავთ ტომი და ანიკა, ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ პეპის და ერთად ეხვევიან საოცარ თავგადასავლებში. ავტორის რომელ პერსონაჟს აქვს ზურგზე პროპელერი? აქ უკვე სხვა წიგნი იგულისხმება და აბა კარგად დავფიქრდეთ. და ეს რა თქმა უნდა კარლსონია, რომელიც სახურავზე ბინადრობს. როგორია კარლსონი? როგორ დაახასიათებდით მას, თუ წაგიკითხავთ ეს წიგნი ან გსმენიათ რამე მის შესახებ? როგორც წესი კარლსონს ახასიათებენ ყველაზე კეთილ, მზრუნველ, მხიარულ, საყვარელ, თბილ და მსუნაგ მამაკაცად შეიძლება ასეც ითქვას. რა უყვარს კარლსონს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ნამცხვარი და მურაბა, რომელიც ალბათ ჩვენც ძალიან გვიყვარს. ავტორის რომელი პერსონაჟი ეხვევა ხშირად შარში? ესეც ასევე სხვა წიგნის ეხება, მინიშნებას მოგცემთ. და ეს გახლავთ ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი, ესე იგი ემილი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი წიგნია და თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ. და მაინც, რას აკეთებს ემილი შარში გახვევის შემდეგ? ესე იგი მას შემდეგ, რაც ვინმეს ძალიან გააბრაზებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიდის სახელოსნოში და ხისგან ჭრის ნივთებს. ახლა კი მოდი შევაჯამოთ და დავსვათ მთავარი შეკითხვები. რაც უნდა დავიმახსოვროთ, ალბათ ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ და რაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რას გვასწავლის თითოეული წიგნი. და მაინც, რას გვასწავლის პეპი გრძელწინდა? გაუზიარეთ მოსაზრებები ერთმანეთს, მე კი ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. იგი გვასწავლის, რომ იყო გამბედავი, კეთილი და ისეთი როგორიც ხარ, არასოდეს შეგვეშინდა სირთულეების და ვიზრუნოთ ცხოველებზე. ვიყოთ ლაღები და მხიარულები ყველგან და ყოველთვის. რას გვასწავლის ემილი? ემილი გვასწავლის, რომ ხშირად შეიძლება შეცდომაც კი კარგი განზრახვიდან მოდიოდეს. ბავშვობის თავგადასავლები დაუვიწყარია და უნდა ვისიამოვნოთ ყველა მომენტით. ოჯახი კი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. დასკვნა. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, დღეს ერთად ვიმოგზაურეთ ასტრიდ ლინდგრენის ფერად სამყაროში, თუმცა არასაკმარისად. იმისათვის, რომ რეალურად იმოგზაუროთ მის სამყაროში, აუცილებელია თქვენ თვითონ წაიკითხოთ ეს წიგნები და იგრძნოთ ის თავგადასავლები და ემოციები, რაც დღემდე მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე თითოეული წიგნი. და დარწმუნებული ვარ, თუ არ გქონდა წაკითხული ეს წიგნები, ერთ-ერთი მათგანის წაკითხვა მაინც მოგინდა ამ თამაშის შემდეგ და მაინც რომელიც წაკითხვა მოგინდა გაუზიარე შენს თანაკლასელებს.
მე კი დიდ მადლობას მოგახსენებთ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. შეხვედრამდე!